მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას. მინდა როგორც ყოველთვის მადლობით დავიწყო, მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო და მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ნახოთ, ჩაიგდეთ პიროვნება. ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, შემოკარგებო პირველი და მეორე ვარიანტი ნახოთ, პირველი და მეორე. ჩაიფიქრეთ ვარიანტი, მე დავაწყობ არკანებს. პირველი არკანი იქნება თქვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, სიგნიფიკაცია, რა ეტაპი ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობაში, რა ხდება ხო პირველი არკანით და შემდეგ ნახოთ ფიქრი, გრძნობა და მოქმედება მომავლის, ასე ვთქვათ, ასპექტში განვიხილოთ, როგორ იქნება მისი მოქმედება მომავალში, ხო, თქვენთან მიმართებაში. ან როგორ იქნება ურთიერთობის, ასე ვთქვათ, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, ხო, აი ასეთი ფორმულირება რომ გავუკეთოთ ბოლო კითხვას. მაშინ მე დავალაგებ პირველი ვარიანტისთვის, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის, რა ხდება ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობაში, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე, თქვენთან ურთიერთობაზე, საერთოდ როგორ გრძნობს თავს, ხო, რას ფიქრობს ზოგადად თქვენთან ურთიერთობაზე და თქვენზე. შემდეგი კითხვა იყოს მისი გრძნობა ამ მომენტისთვის და შემდეგ ვნახოთ რა გელოდება თუ ახლოვეს მომავალში, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ მისი მხრიდან, ხო, ურთიერთობაში რა გელოდებათ მისი მხრიდან. შემდეგი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, როგორია ამ მომენტისთვის თქვენი ურთიერთობაში, რა ხდება სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია მეორე ვარიანტისთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე, თქვენთან ურთიერთობაზე, რას ფიქრობს, რა შეხედულებისაა, როგორ გრძნობს თავს მეორე კარტით. ვნახოთ მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში, ხო, რა ემოცია აქვს, როცა თქვენთან ურთიერთობს და შემდეგ უახლოეს მომავალში პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, რას უნდა ელოდეთ ურთიერთობაში მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, რაც პერსპექტივასავით, ხო, რას უნდა ელოდეს. დასდის ძირზე მაქვს 8-იანი თასი. ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია არ არის რაღაც ურთიერთობაში რაღაც ემოციებით იმ ურთიერთობით და იმ ყველაფრით კმაყოფილი თითქოს არ ხართ, ხო, რაც გაქვთ. მაგრამ ნახოთ პირველი ვარიანტი ვინც არჩია, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, რომ მივხვდეთ, რომ პირველ ვარიანტზე მაქვს საუბარი და ნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის თქვენ შორის. 8-იანი პენტაკლი ამოვიდა ჩემო ძვირფასებო. პირველი ვარიანტი იქნება მათთვის, ვინც შეიძლება იყოს სამსახურებრივ თემაში, ანუ სადაც მუშაობთ, იქ იყოს პიროვნება, ვინც თქვენთან რაღაც სამსახურის თემა გაკავშირებთ, ერთი სიტყვით სამსახურებრივი საკითხი. სამსახურში შეიძლება ხდება თქვენი რაღაც შეხვედრა, ურთიერთობა, ანუ სამსახური შეიძლება იყოს ეს თანამშრომელი ზოგიერთისთვის, შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს არ გამოურიცხავ ხელმძღვანელი პიროვნება, ხო, ერთი სიტყვით არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, რომ სამსახური გაკავშირებთ ამ პიროვნებასთან და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ არ არის აუცილებელი, რომ სამსახური გაკავშირებდეთ, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობის სიგნიფიკაციას, არის აქ აქტიური მუშაობა, აქტიური კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ეკონტაქტებით აქტიურად და თან იმ ურთიერთობაზე ასე ძალიან ბევრს ფიქრობს და მუშაობ, როგორ შეიძლება განვითარდეს, ხო? ანუ აი ასეთი წყვილებისთვის შეიძლება იყოს. კიდევ მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია პირველი ვარიანტი ვინც არჩია, ხო? ამ მომენტისთვის პრიორიტეტულად თქვენთვის უფრო ჯერ პირველ რიგში არის საკუთარი ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა, სამსახური კარიერული წინსვლა და შემდეგ ურთიერთობა. შეიძლება ეს ვარიანტიც იყოს ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ თქვენს ურთიერთობაში არ არის ყველაფერი, როგორ გითხრათ, დალაგებული, ხო? არის ძალიან ბევრი შიში, უძილოღამეები, ნერვიულობა, არ ვიცი, შეიძლება რაც ისეთი ურთიერთობა გაქვთ ამ მომენტისთვის, რაღაც იყო წენა, ან რაც დაულაგებელი მომენტი, როდესაც არ არის, ხო, ანუ ცხრიანი ხმალი, რაღაც შიშს, ძალიან დიდ ნერვიულობას და შიშს და სტრესს განიცდით ამ მომენტისთვის. შეიძლება რაღაც პარტნიორის მხრიდან რაღაც მიიღეთ ისეთი შეტყობინება, რამაც ისეთი დაძაბა ურთიერთობა, ხო, ისეთი და ძალიან ბევრი საფიქრალი გაგიჩინათ ერთი სიტყვით. ანუ აქ არის ურთიერთობა, უბრალოდ არის რაღაც
დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ამ მომენტში შეიძლება ითქვას ან ერთ მხარეს, ან ორივე მხარეს არის რაღაც ნერვიულობა, წყენა იყო ალბათ შესაძლებელი, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია. აქ შეიძლება იყოს ასევე რაღაც წვრილმანებზე, წვრილმან დეტალებზე რაღაც ჩაციკვა და აი ეს თითზე დახვევა, ხო, ან რაღაც პრობლემის. ერთი სიტყვით, აქ არის ურთიერთობა უბრალოდ ამ მომენტში შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გაჩერებულ მდგომარეობას მიჩვენებს დასდის სირზე 4-იანი, უბრალოდ დაკიდებული კაცი მაქვს აქ 4-იანი კვერთხია კიდევ, ხო? ანუ შეიძლება ხვდებოდით, გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ რაღაც შავმაკადამ გაირბინა, ასე ვთქვათ, თქვენს შორის, ხო? შეიძლება ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ან თქვენი პარტნიორი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავისი საახლობლოს აზრს. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს და ასე ვთქვათ, რაღაც არიან თქვენს გარშემო პირები, ვისაც შეიძლება არ მოსწონს ეს ურთიერთობა და რაღაც ჩიხში, ტუპიკურ სიტუაციაში გაყენებთ, ხო? ანუ აყენებს თქვენს წყვილს. აი ესეთი ურთიერთობა შეიძლება იყოს ამ მომენტისთვის თქვენ შორის, ჩემო თვითონებო. ანუ მე რამდენიმე ვარიანტი გავაჟღერე, რომელიც თქვენია და გეცნოთ ის ვარიანტი მიიღეთ და ნახოთ ახლა როგორ უყურებს ის თქვენ როგორ გხედავთ და როგორ თქვენთან ურთიერთობას და აქ ამოვიდა ორიანი ხმალი, ჩემო თვითონებო. შეიძლება ნამდვილად როგორი მომენტია, იცით, აქ ძალიან დიდი ნერვიულობა და ფიქრი, ხო, ფიქრი იმაზე, რამდენად გიღირთ ან თქვენს პარტნიორს თქვენთან ურთიერთობა. რაღაც გამოსავალი, ორივე კარგად აცნობიერებთ იმას, რომ რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაღაც გზა ინახოს, მაგრამ ჯერჯერობით ჩიხშია ურთიერთობა შესული, ხო? ჩიხშია ფიქრის პროცესი მიმდინარეობს აქ პარტნიორის მხრიდან, როგორ შეიძლება გამოვიდეს აი ამ ჩიხური სიტუაციიდან. არ არის გამორიცხული, რომ პიროვნება ელოდებოდეს კიდევ რაღაც მნიშვნელოვან შეტყობინებას, რომელიც შეიძლება თქვენი მხრიდან იყოს, ხო? ანუ რაღაც ხდება პარტნიორი, რომ ეს ურთიერთობა არ არის მარტივი, რომ ურთიერთობაში არის დაძაბულობა, წნეხი შეიძლება ითქვას და პარტნიორი ფიქრობს იმას, რომ რაღაც გამოსავალი უნდა ინახოს აი ამ ტუპიკური სიტუაციიდან. კი, აქ როგორი მომენტია, ნახეთ, 7-იანი კვერთხი. აქ და ისევ დასდის სირზე, ისევ დაკიდებული კაცი მაქვს. აქ როგორც ჩანს, პარტნიორები ართმობენ თავიანთ ინტერესებს, თავიანთ, ასე ვთქვათ, პოზიციებს, ორივეს გაქვთ თქვენი რაღაც პოზიცია, თქვენი როგორ გითხრათ, რაღაც პრიორიტეტები და აი ცდილობთ, რომ თქვენი სივრცე დაიცვათ, თქვენი ინტერესები დაიცვათ და რაღაც კომპრომისზე თითქოს არ ხდება წასვლა. აი ესეთი სიტუაცია და ასეთი ფიქრები აქვს თქვენს პარტნიორს. შეიძლება ფიქრობს, რომ ზედმეტად ჯიუტი ხართ, ზედმეტად ასე ვთქვათ, პრობლემურად შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ აი თქვენ ქმნით პრობლემას, თქვენ აღიქვამთ, უბრალოდ თქვენ კი არ ქმნით, თქვენ აღიქვამთ შეიძლება ისეთ რამეს პრობლემად, რაც თქვენი პარტნიორისთვის შეიძლება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდეს, რომ აი რა არის აქ ვთქვათ საპრობლემო, ხო, რატო ქმნი პრობლემას, გითხრათ, შეიძლება ეს ფრაზებიც კი ჟღერდეს მისი მხრიდან, რომ რატომ არ მეთანხმები, რაში ვცდები, ხო? ანუ რაღაცნაირად თითქოს თქვენ ორს შორის ისეთი ურთიერთობაა, რომ აი ვერ ნახულობთ რაღაც შეთანხმებას, წერტილს, სადაც ორივე შეჯერდებით ერთ აზრზე, ხო? თითქოს ორივეს გაქვთ თქვენი პოზიცია და აი ეს გამოუვალ და ჩიხურ სიტუაციაში არის და ფიქრობს თქვენი პარტნიორი, რომ რაღაც უნდა გამოიძებნოს, რაღაც ასე ვთქვათ, საშუალება, რომ აი ეს ჩიხური მდგომარეობიდან რაღაც მოხდეს გამოსვლა. მოდი ვნახოთ გრძნობა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანისა და აქ ამოვიდა მთვარე, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ. ჯერჯერობით მთვარე ეს არის ისეთი არკანი, როდესაც პიროვნებას თვითონაც ვერ გაურკვევია, ხო? შავ-თეთრი თვითონაც ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში. არის შიში იმის, რომ ვთქვათ, შეიძლება პარტნიორს ეშინია რაღაცის გამხელის, ან რაღაც რომ სააშკარაოზე გამოვიდეს, ანუ გრძნობების აღიარების, ასე ვთქვათ, ხო? თავის თავს რომ გამოუტყდეს. ჯერჯერობით პიროვნება ხვდება იმას, რომ ჯერ ან რაღაც არის დამალული, რასაც
თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ვერ აცნობიერებს, ხო? ვერ აცნობიერებს, ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში მთვარე. ეს არის, როდესაც არის შიში, ნერვიულობა, სტრესული მდგომარეობა, უძილო ღამეები და ეს სიბნელეში, როდესაც რაღაც ნათელ წერტილს ეძებ, ხო, რაღაც გზა გინდა იპოვო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პოვობ. აი ესეთ მდგომარეობაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფრეთ და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს და რვიანი ხმალი ამოვიდა უკაცრავად. პიროვნება ამ მომენტისთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში იმდენი პრობლემა აქვს თავზე დაყრილი, იმდენად რთულ და გამოვალ სიტუაციაშია, რომ გამოსავალს ვერ პოულობს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, რომ რაღაც გამოსავალი იპოვოს, მაგრამ ჯერჯერობით არის უმოქმედო მდგომარეობაში. ანუ ის პერიოდი, რა პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ, მისგან რაიმე ნაბიჯს არ უნდა ელოდოთ, ჩემო ძვირფასებო. აქ მე ვერ ვხედავ იმას, რომ რამეს მოიმოქმედებს, ხო, ჯერჯერობით პირველ ვარიანტში ისევ შენარჩუნდება რაღაცა ის ტუპიკური გაურკვეველი სიტუაცია, რაც ჩაიფიქრეთ და თქვენ თავისთავად როგორც ჩანს, ამაზე ნერვიულობთ და ამას განიცდით ძალიან. აი ესეთი იყო ძალიან მინდა ხოლმე რომ რაღაც ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, ოპტიმისტური გაშლა გამოვიდეს, მაგრამ რაც გამოვიდა, რაც აჩვენა არკანებმა, რაც აჩვენეს, ეს არის და მე მეტი არ შემიძლია. ერთადერთი რასაც გეტყვით, ის არის, რომ ტარო ეს არის პროგნოზი, ჩემო ძვირფასებო, რაც არ უნდა პროგნოზი გიჩვენოთ არკანებმა და კარტმა, იცით, რომ პიროვნება არაფერს არ მოიმოქმედებს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ რაღაც გამოსავალი ყოველთვის არის თქვენზე, ბოლო სიტყვა, თქვენ ცხოვრებას როგორ შეაბრუნებთ და როგორ იმოქმედებთ, ხო, შეიძლება. იცით, რომ ის არ მოიმოქმედებს არაფერს, მაგრამ თქვენ რა კი იცით, რომ ის რაღაც გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ იღებს, თქვენ გადადგათ, რომ თქვენ მოიმოქმედოთ და შეცვალოთ უკეთესობისკენ თქვენი სიტუაცია. სწორედ ამიტომ კეთდება ეს პროგნოზებიც, ჩემო ძვირფასებო. ისე რომ ყველაფერი მიუხედავად პროგნოზისა, მიუხედავად იმისა, რას გვიჩვენებს ტარო, ყოველთვის არის მოქმედება, საბოლოოდ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ და პასუხისმგებლობაც არის თქვენზე, ჩემო ძვირფასებო. ისე რომ ეს გაითვალისწინეთ და მე მგონი ყველა მიცის, ხო, რომ იმიტომ კეთდება ეს პროგნოზები, რომ იცოდეთ და თქვენ მიიღოთ საჭირო ზომები. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. მე მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს ყურებისთვის. დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა თქვენთან აღნიშნული გაშლა. მე გადავდებ პირველს და დავიწყოთ მოგესალმებით მეორე ვარიანტს და ვნახოთ თქვენს ურთიერთობაში რა ხდება ამ მომენტისთვის. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის. თქვენს ურთიერთობაში რა ხდება და 6-იანი ხმალი ამოვიდა. აქ როგორც ჩანს, რაღაც რთული სიტუაციიდან ან პარტნიორია წასული, ან თქვენ წახვედით რაღაც რთული კონფლიქტური სიტუაციიდან. აქ შეიძლება არის დავაზუსტეთ მე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეთ და ან თქვენმა პარტნიორმა ურთიერთობა დატოვეთ, ხო, ის ურთიერთობა, რომელსაც თქვენთვის შეიძლება ითქვას აღარ მოხდა ის სიხარული, ჯერჯერობით წახვედით კი, ან წავიდა, მაგრამ რა იქნება მომავალში რომ არ იცით. აი ესეთი სიტუაცია ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობაში. ან აქ არის დროებითი განშორება, დროებითი პაუზა ურთიერთობაში, ან უკვე წასულია პარტნიორი. და ვნახოთ. ხო, აქ არ არის გამორიცხული, ჩემო ძვირფასებო, რომ პარტნიორი შეიძლება გაექცა პასუხისმგებლობის ხელში აღებას. ზოგიერთთან შეიძლება იყოს ისიც, რომ ძალიან ბევრთან, ანუ იქნება ეს ვარიანტიც, გავაჟღერებ ამასაც, რომ შეიძლება გაიგო პიროვნებამ თქვენი, ზოგიერთი შეიძლება ბავშვსაც ელოდებით, ხო, თქვენი პარტნიორისგან და აი ეს რომ გაიგო პარტნიორმა, გაერიდა რაღაცნაირად შეეშინდა პასუხისმგებლობის ხელში აღების იმ ტვირთის, რაც შეიძლება, ანუ არ არის ხო მარტივი და ზოგს უჭირს იმის გააზრება, რომ შეიძლება გახდეს მშობელი, ხო, ანუ ზოგიერთად შეიძლება ეს ვარიანტიც იყოს, იმიტომ რომ იმპერატრიცა ამოვიდა, ნახეთ იმპერატრიცა, რომელიც არის მოლოდინში ახალი სიცოცხლის და აქვე 10-იანი კვერთხი, ხო, ანუ შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი გაეცალა პასუხისმგებლობას. ან შეიძლება თქვენ ურთიერთობაში იყო ასე დაყენებული საკითხი, რომ თქვენ გინდათ ბავშვი ვთქვათ, მაგრამ თქვენი პარტნიორი ჯერ არ არის მზად ამისთვის და აი სწორედ ეს გახდა საფუძველი იმის, რომ ურთიერთობიდან წავიდა, მაგრამ მოდი ვნახოთ შემდეგი არკანი ხა.
აქ წასვლას მიჩვენებს მე ფაქტია, რომ ერთ-ერთი პარტნიორი აქ ურთიერთობიდან არის წასული, რაღაც პასუხისმგებლობას გაერიდა პიროვნება, ან შეიძლება რაღაც ისეთი საუბარი იყო თქვენ შორის, რომ შეაშინა ეს ამ საუბარმა თქვენი პარტნიორი კი ნახეთ 4-იანი ხმალი და გაერიდა სიტუაციას იმისთვის, რომ კარგად დაფიქრდეს და მოიფიქროს, ხო, ანუ შეშინებულია თითქოს რაღაც უჭირს რაღაც, არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთთან იყოს ის თემაც, რომ რაღაც ოფიციალური სახე გინდათ მისცეთ ამ ყველაფერს და აი ამას გაურბის, ამას გაექცა, ასე ვთქვათ. მოდი ვნახოთ ახლა შემდეგი არკანი გავხსნათ და რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე. ნახეთ, 4-იანი თასი ამოვიდა, შემოძვირფასებო. აქ აშკარაა, რომ ის რასაც გთავაზობთ, ან თქვენს თავაზობთ, მას არ აკმაყოფილებს, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაქვთ ურთიერთობაში რაღაც არის გრძნობა, ვთქვათ, ფიქრი, რაღაც ემოცია, ხო? მაინც თითქოს ის წინადადება, ის რაღაც აქ აშკარაა, რომ რაღაც მოხდა თქვენ შორის, შეიძლება რაღაც წინადადება წამოვიდა ერთ-ერთის მხრიდან და ამას შეაშინა პიროვნება და ფიქრობს, რომ ჯერ მზად არ არის, ხო? ანუ შეიძლება ვერც ხედავდეს ხელა რამდენად მნიშვნელოვანია ეს წინადადება თქვენთვის, ან თქვენ ვერ აცნობიერებთ, ხო, მისი აქ არის რაღაც ისეთი სიტუაცია, რომ ანუ რაც მოხდა თქვენ შორის ვერ ხედავთ თითქოს იმის დადებით მხარეს. აი თითქოს გადაღლილია ეს პიროვნება ან თქვენ ფიქრობთ, რომ უბრალოდ მისი ფიქრებია აქ ურთიერთობაზე და თქვენზე, ხო, თითქოს აი სამყარო ამოვიდა აქ რაღაცნაირად აქ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პიროვნების მხრიდან აქ რაღაც არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ დასტისრიჟეს 2-იანი კვერთხი მაქვს. რაღაც შეთანხმება ან შეთანხმება უნდა შემდგარიყო, რაღაცაზე შეთანხმებულიყავით, მაგრამ შეთანხმება, რომელიც რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანდა თქვენს ურთიერთობას, რაღაც ახალ შანსს მისცემდა თქვენს ურთიერთობას. აი ესეთი რაღაც მომენტი იყო თქვენ შორის და ზუსტად ამაზე ფიქრობს თქვენი მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რომ ჯერჯერობით ფიქრობს რა, ერთი სიტყვით, რამდენად მიიღოს ეს წინადადება, თითქოს იმასაც ფიქრობს, რომ ჯერჯერობით მზად არ არის. ისა პენტაკლის რაინდი ამოვიდა, ხო, შესაძლებელია იმასაც ისიც არის, რომ ჯერ დრო არ არის ამისი, ამ პარტნიორებს შორის არის ამაზე, აი სიტყვით ფიქრი ურთიერთობაზე, რომ ჯერ ის პროცესი და ის შეთანხმება, ან ის წინადადება, რაც ვთქვათ, ან თქვენი მხრიდან გაჟღერდა, ან მისი მხრიდან, ჯერჯერობით ამის დრო არ არის. აი ასეთი ფიქრები აქვს. ისე, ну 4-იანი თასი აქ, თასია ემოციური დამოკიდებულება ნამდვილად არის თქვენს მიმართ. ნახოთ გრძნობა, ნახეთ გრძნობა. პენტაკლის ტუზი ამოვიდა, შემოძვირფასებო. პენტაკლის ტუზი გრძნობაში, არ არის თასი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფიქრობს რაღაც შანსზე ფიქრობს, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რაღაც, არ ვიცი, ეს მოდი დავამატებ მე ერთ არკას აკრაზიას საუბარი. სამიანი ხმალი. ხო, აქ როგორც თავიდანვე გვაჩვენა ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, არის წასული პარტნიორი და ფიქრობს, რომ ეს კიდევ ერთი ახალი შანსი იქნება იმისა, რომ ნახეთ ის ძველი ურთიერთობა გამოსწორდეს, რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ, ხო? ნახეთ გრძნობაში ამოვიდა ტუზი პენტაკლის, ნახეთ როგორ გაღიმებული, როგორი ენთუზიაზმით უყურებს აი ამ რაღაც ჭყურიალა მონეტას თუ საგანძურს თუ რაც იპოვა პიროვნებამ, ანუ ეს ფიქრობს, თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ რაღაც საჭიროა რაღაც ახლიდან დაიწყოს, რაღაც კიდევ ერთი შანსი, რომელიც გამოასწორებს აი რთულ სიტუაციას ერთი სიტყვით. შემოძვირფასებო, არ ვიცი, თქვენ შორის ძალიან მაინტერესებს ეს რა იყო, გამომეხმაურეთ დამიტოვეთ კომენტარებში, მაგრამ აქ თითქოს არის სურვილი იმის, რომ რაღაც კიდევ ერთი შანსი, კიდევ ახლიდან ცდა ურთიერთობის მის ფიქრებში, აი ეს თქვენი პარტნიორის ფიქრებში, აი ეს ამოდის. მოდი ვნახოთ მისი მოქმედება რა იქნება, ნახეთ მოქმედება ჩაფიქრებულ პერიოდში რას უნდა ელოდეთ და ტრანსფორმაციის არკანი. ნახეთ პიროვნება თითქოს ემზადება, რომ დატოვოს ძველი, ასე ვთქვათ, პრობლემები, ძველი ნაქალაქარიდან გავიდეს და ნახეთ
თითქოს რაღაც ახალი ცხოვრება ელოდება პიროვნებას, ხომ? ან რაღაც შეიცვალოს, ტრანსფორმაცია განიცადოს ურთიერთობამ, თვითონ შეიცვალოს, დატოვოს ის რაღაც ტკივილი წარსულში და ახლიდან დაიწყოს თითქოს მისი სურვილი არის, რომ რაღაც შეიცვალოს თქვენს ურთიერთობაში, სიახლისკენ წავიდეს, სიახლისკენ. და დავამატოთ ტრანსფორმაციას ერთ არკანს, რა იქნება შემდეგ, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში, ნახოთ. საიდან რაღაც იმედები აქვს პიროვნებას, ნახეთ ვარსკვლავი. რაღაც იმედები აქვს, რომ რაღაც შეიცვლება, რაღაც უკეთესობისკენ რწმენა აქვს და იმედი იმის, რომ მისი ვარსკვლავი ნახეთ კვლავ ერთად იქნებით, კვლავ შემოვსხდებით ერთ მაგიდას და კვლავ ერთად იქნებით, კვლავ იქნება თქვენ შორის რაღაც ურთიერთობა და შეხვედრა, შემოძვრფასება, აი ამის იმედი აქვს და ასე ვთქვათ სურვილი დიდი და შეიძლება ჯერჯერობით ნაბიჯს ვერ დგავს, ეს უბრალოდ მისი ოცნებებია. სტაბილური არკანები ამოვიდა, ხო, ოთხიანი კვერთხი. კი, იცით რა არის? კიდევ ამოვიდა პაჟი კვერთხის. არ არის გამორიცხული, რომ მისგან რაღაც შეტყობინება მიიღოთ, მისგან რაღაც წამოვიდეს იმპულსები იმის, რომ კვლავ სურს თქვენთან ურთიერთობაში დაბრუნება და რაღაც სიახლე, ერთი სიტყვით კიდევ ერთი შანსი. აი ასეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი, მე ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ შემოძვრფასებო, რამდენად რეზონირდა, რომელი ვარიანტი რეზონირდა, დამიწერეთ კომენტარებში ენერგიების გაცვლის მიზნით და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის პროგნოზი, რომლის შეცვლაც თქვენ შეგიძლიათ და ბოლო სიტყვა თქვენ გეთქმით ყოველთვის და თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ქმედებებზე და ასევე პასუხისმგებლობას. მადლობა და ნახვამდის.